მეგობრებო, ახლა მე ვიმყოფები ბრიუსელში, მაღაზია ალდი არის, ასეთი ევროპაში ვინ ცხოვრობს, ახლა ყველა მიცის ეს მაღაზია, ერთ-ერთი ეფი მაღაზია. და თავიდან მინდა გითხრათ, რომ 9 მილიონიანი მოსახლეობაა ევროპა, ნახევარ მილიონიანი 500 მილიონიანი მოსახლეობა ყავს უბრალოდ რას ვამბობ ახლა მე და აგერ მივედით თხილის სექციასთან, აგერ თხილის სექცია, რომელიც აგერ პაკეტებში არის 200 გრამი, აქ წერია რომ ნაწარმოებია გეორგია, აი, კარგად ჩანს თუ არა არ ვიცი, გეორგია აწერია აგერ. და ეს თხილი ახლა ღის აქანე 200 გრამი 3 ევრო და 29 ცენტი. ბატონო. აგერა. აი ბატონო 200 გრამი. და რო გითხრათ ახლა რო დედაია ეს რა ხარისხიაო, მანამ ის სასწაული ხარისხია რა. 23 ევრო და 29 ცენტი. ეს ახლა ჩვენ ფულზე მიახლოებით არის 16 ლარი. 1 კილო შაბარება, აი მაღალი ხარისხი რო არის. აი ყველაზე მაღალი ხარისხი 10 და რო გატეხავენ. 10-9 მაინც უნდა იყოს. კაი ღირს 10-დან 12 ლარამდე. ახლა წარმოიდგინეთ, ესე იგი ეს 16 ევრო ღურს 1 კილო. 16 ევრო 50 ლარი მაინცა. აი წარმოიდგინეთ ახლა რა ღირს ევროპაში ეს თხილი და რა მოგებას ნახულობენ. ახლა ამის გატეხვა, რომელიც ნაჭუჭის ხმელთაშორის იყიდება და სხვა რამეშიდაც გამოიყინება და ის ცალკე ფული არის. აი მისი გატეხვია დაფასოებიანად ყველაზე დიდი დაუждეთ 1 ლარი. აი გახეთქე გამოხეთქე არის რა. ამდენი ტონობით როცა მზადდება, ნამდვილად არ დაждდება, მაგრამ აი გახეთქე გამოხეთქე რა. და წარმოიდგინეთ ახლა 1 კილო თხილი, აი ასე რომ დააფასოთ, უზით რავი 13 ლარი. ანუ არაფერი რა. და 200 გრამს ყიდიან 16 ევროდ. აი ზემოგებაზე მუშაობენ. ის რომ ხელისუფლება ვერ მოახერხა ფერმერებისთვის ეს ფაროსანა მეცილებეთ, ეს კიდო ცალკე დედის ტყვა.